საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას მორიგი სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლია. სხდომას ბაჩო ახალაიაც დაესწრო. ახალაიას ცოლის ანინა დარეიშვილის განცხადების მოწმეების გამოკითხვა ბაჩო ახალაიას ბრალდებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ის დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, მის ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით და ბაჩო ინტერნეტით ამ ადამიანებს ვერ დააზიანებდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეგახსენებთ, რომ მოცნების უსაფრთხოების სამსახური 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. კიდევ ერთი ბრალი ახალაიას უკვე პატიმრობის შემდეგ წარუდგინეს სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის ივანიშვილის რეჟიმის დამხობაზე საუბრობდა. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება დღევანდელი სასამართლოს სხდომის დეტალებით პირდაპირ ეთერში, რომელიც ისევ დახურულ ფორმატში ჩატარდა. დიახთამარ, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელი სხდომაც, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მედიას არ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა მოწმის ჩვენება, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოიყვანა სხდომათა დარბაზში. ეს იყო დაზარალებული პირი, კერძოდ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც 4 ოქტომბერს გარკვეული დაზიანებები მიიღო, თუმცა დაცვის მხარის შეფასებით ამ ადამიანმა ვერ დაუჭირა მხარი ბრალდების მხარის პოზიციას და მეტიც დაეთანხმა და გაამყარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ 4 ოქტომბრის საქმის მოწმეებს და მტკიცებულებებს არაფერი აქვს საერთო ბაჩო ახალაიას საქმესთან. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორობას ედავებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ბაჩო ახალაია იყო პირი, რომელიც გარკვეულ მითითებებს გასცემდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ამის მტკიცებულებად კი 4 ოქტომბრის საქმეზე გამოკვლეული არაერთ გზის მტკიცებულებები ჩაადო ამ საქმეში. დამატებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალაიას წინააღმდეგ მოიპოვა ინტერნეტ ჩანაწერები სატელეფონო კავშირის, თუმცა არა სატელეფონო კავშირის შინაარსი. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა კითხვები ჰქონდა თავად ბაჩო ახალაიას ამ მოწმესთან და როგორ წარიმართა პროცესი დღესაც დახურულ კარს მიღმა. აი პირდაპირ გეტყვით, საჩვენო მოწმე იყო. იმიტომ რომ ადამიანმა თქვა, რომ საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს ბაჩო ახალაიასთან, საერთოდ არ იცის რატო გამოდის მის სასამართლოზე, არანაირი ინფორმაცია არ შეუძლია საერთოდ მიაწოდოს ბაჩოს თაობაზე სასამართლოს. რაღაცა მოქნევის დროს რაღაცა აირწინაღი მომხდაო ვიღაცაა დემონსტრაციისგან მხარში. ეგ იყო და ეგ ამიტომ იყო დაზარალებული. ზუსტად ვიცი, რომ ბაჩოს 9 წლიანი მუხლია და 9 წელს მისცემენ, იმიტომ რომ იცით, რომ ნასამართლები არის ამათ მიერ უკვე და ამიტომ ამას მოიმიზებენ ზუსტად, რომ არის უკვე ნასამართლები, ამიტომ მაქსიმუმს მისცემენ. არანაირი მიუხედავად იმისა, რა ხდება ამ სასამართლო პროცესზე და როგორი ცირკი მიმდინარეობს და როგორი დადგმული სპექტაკლი არის და უნიჭო მსახიობები ყავთ მოყვანილი, მიუხედავად ამისა, ნამდვილად არანაირი, ეს უბრალოდ საზოგადოებისთვის საზოგადოებას პატივს ვცემ და კიდე გამოვდივარ და თორე არანაირი, რა თქმა უნდა, იმიტომ არ დავდივარ ამ სასამართლო პროცესზე, რომ ამას ველოდები ამ სასამართლოსგან. ბაჩოსთან მიმართებაში მან აღნიშნა, რომ რაიმე სახის პრეტენზია პირადად მას არ გააჩნია ბაჩოს მიმართ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, თუ რა მტკიცებულებები არის ბაჩოსთან მიმართებაში, მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები არის მის მიმართ და რა უშუალოდ რა შემხებლობაში არის ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში. რა რაოდენობის პროცესი არ უნდა ჩატარდეს ბაჩოს საქმეზე, პირდაპირ გეტყვით, რომ შეუძლებელია ობიექტური სასამართლოს პირობებში ბაჩოს მიმართ გამოტანილი იქნეს გამომტყუნებელი განაჩენები. იდეაში და ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება წარმოადგენს და გაამყარებს იმ ბრალს, რაც აღენებული აქვს ბაჩო ახალაიას. იმიტომ რომ არ არსებობს კონკრეტული მყარი არგუმენტი ან მტკიცებულება, რითაც ბაჩო იძლევა კონკრეტულ დავალებებს, მითითებებს, ან არსებობს რაიმე ჩანაწერი, ან ვიდეო, აუდიო. მხოლოდ ამ საქმეზე ბაჩო ახალაიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა როგორც მოისმინეთ უფლებადამცველის შეფასებები ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობიდან გამომდინარე სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, თუმცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. საქმე ეხება სასამართლოს სხდომათა დარბაზში ახალაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. ამ ეტაპზე ეს
202 სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. 4 ოქტომბრის საქმეზე კი ორგანიზატორად დასახელებულ პირებს პაატა ბურჭულაძეს, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს უკვე მიესაჯათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საინტერესოა გადაწყვეტილება, რაც მიიღებს ახლა სასამართლო ბაჩუ ახალაიასთან მიმართებით, რომელსაც 9 წლამდე პატიმრობა იმავე მუხლით ემუქრება.